მოვედი. დღეს გავაკეთებ არაბულ მაკიაჟს. დაახლოებით აი ასეც. გავსი არ გამიკეთებია არასოდეს, ხო და დავიწყოთ. პირველ რიგში თმას გადავიწევ, წავისვამ დამატენიანებელს. არაბული მაკიაჟი გამოირჩევა საკმაოდ მუქი ფერებით, რომელიც თვალს, როგორ ვთქვათ, აწვრილებს და აგრძელებს. სხვადასხვა მინდა ავაღიარო, რომ ჩემი წარბები აქამდე პრაქტიკულად ქრებოდა. მაგრამ ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ იმაზე მეტი თმა მომდის წარბზე, ვიდრე მქონდა და ეს იცით რისი დამსახურება? იმის, რომ როცა თმაზე ვისვამ ზეთს, წარბებზეც ვისვამ ცოტას. და ამიტომაც იმაზე მეტი მაქვს ეხლა თმა, ვიდრე აქამდე მქონდა. მაგრამ მაინც მჭირდება ხოლმე გამუქება ბოლოებისკენ, რადგან აღწერად არ მომწონს, როგორც სრულდება ჩემი წარბის ფორმა, და ესე გამუქებული ბოლოებისკენ უფრო ლამაზად არის. ება ლაინერით, როგორც მიხდი. ლაინერით, როგორც აი აქ აქვს ამ გოგოს, აი ამ პატარა ტუტორიალის ვიდეოში, აი აქ ვხედავთ. ვიდეო აქ მიჩნეული და აქ გოგო იწყებს თვალის ლაინერით, ხო და დავიწყოთ ჩვენც თვალის ლაინერით. ეს ერთი. მინდა რომ შემიშალოს. ძალიან მინდა. brûle pungi amastrinat გადავდე მგონი ეს კაია. ეხლა ის ფერბიზე მიდევს რომ შევიდევთ ახში სელინი გაიღვიძებს და ეგ არის ესეც გამოვადი. და დავიწყოთ. რატომ ისინია? და მინდა რომ ჩამეშალოს. ლაინერთან არის მიერთებული. კონტარადი ცუდი ხო იცი? აი ეს ცოტა დულია. That's issue. ეხლა გავემუქებ ამას კიდევ უფრო მეტად. მგონი კაია. ისე რომ ხატვარი ვარ, მსგავსი რაღაცები არ მეშლება ხატვის დროს. თვალებზე სულ სხვანაირია და მიკანკალებს ხელები და არ ვიცი რატო. ამ გოგოს უსვია ძალიან თეთრი ფერის შიგნით თვალის ქუთუთოზე. აი, დაახლოებით ამ ფერი. კანის ფერზე ცოტა უფრო ღია. ლატყავს ყავისფერი ფანქარი. ფანქარი წავისოთ აი აქ როგორც ფოქსი არის შემთხვევაში. დავჭირდება ტუში. ცოტა უფრო მეტი ფერი უნდა დაბლა მე მგონი. მაგრამ მე არ წავის მოდი. პირველი ცდებია და არ მინდა რამე შეცდომა დავაწყო და სულად გამომივიდეთ მე. შემდეგში ცოტა ცოტა ბლაშ. ის სულ ოდნავ. ეს არის ნომერი 8.
საქორწილო მაკიაჟი ერახში არის ძალიან ძვირი. ვინ საქორწილო მაკიაჟს აკეთებს, არის ძალიან, ასე ვთქვათ, ფულიანი. ერთი ჩვენი მოსწავლის დედა აკეთებს საქორწილო მაკიაჟებს. და მისი თითოეული მაკიაჟიდან მიღებული თანხა არის 500,000 დინარი. ეს არის საშუალოდ გეუბნებით გაჩნდეს ერთულეს რა თქმა უნდა. 500,000 დინარი რაც არის 1000 ლარი. ალბათ 200,000-ზე ნაკლებად ვერ ნახავთ საქორწილო მაკიაჟს ერახში. 200,000 არის 400 ლარი. კონსაბიდები მაქვს მისა მაკიაჟი. უნდა რომ გამახაროს მაკიაჟი მეკითხოს ხო? და არა წამსაცმელი, რომელიც მითხრა რომ კლინიკაში მაქვს და მოგიტან აუცილებლად. შეუკვეთე შენთვის რაღაცებიო და განახეთ მარტო. კონკურსს არ კაი გემოვნება აქვს შორის წამსაცმელში. გიჟდები მის გემოვნებაზე, ძალიან ელეგანტური გემოვნება აქვს, იცის რა რას მოუხდება და კარგად უხამებს ფერებსაც და მსგავს რაღაცებს. ადრეს სხვა შორის არ აინტერესებდა, მაგრამ ბოლო დროს დაინტერესდა. ბეჟი ფერია მისი საყვარელი ფერი, ღია ყავისფერი, მუქი მწვანე და აგურისფერი. გამოიყურება ეს ჩვენი მაკიაჟი. წუთით დაგენახებით წინაპრებზე, ხო? გამოიყურება ჩვენი ეს მაკიაჟი. რა თქმა უნდა, ეს არ არის პროფესიონალის მიკეთებული, მაგრამ პირდებით მე ამას აუცილებლად დავხატ. გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რადგან გეფიცებით წინა ვიდეოს თქვენი კომენტარები, თქვენი გამოხმაურება ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს. ვერ წარმოიდგენთ როგორც. ფული მაკიაჟი უფრო მუქია, ვიდრე ეს გამოვიდა და ვიდრე ეს არის, მაგრამ დღევანდელი შედეგი ჩვენი ესეთია. ერთად რაღაც უნდა ვცადო. ჩემი შარფები არის ოთახში. შევიდე გაიგოძება, მართლა გაიგოძება სენს და მაგ ორი. ეს არის ჩემი შარფი, რომელიც ითვლის 40 წელზე მეტს. ეს არის ჩემი მდეანთელის ნაჩქარი შარფი. და ჩიტ მიყვარს ეს შარფი ძალიან. კეთებიც მომწონს, ლამაზ ფერია. მიუხედავად იმისა, რომ დასამატებელი მაქვს რა გასაკეთებელი მაქვს უჩვენ, იმიტომ რომ გავიკეთო და ჩემ ხმარი აკეთებს ფოტოშოპში, იცის როგორ უნდა გააკეთოს ბოტოქსი და ფილერი. წინაზე გამიკეთა ჩემმა ქმარმა და მაგის მერე ვცდილობ რომ მეთქი იყიდე ძალიან გთხოვ იყიდე, იმიტომ რომ მინდა. ეხლა ამ შარფს ვცდილებ როგორ მოხდება ჩემს თვალებს და ჩემს მაკიაჟს. მითხარით როგორ მოგეწონათ ჩემი არაბული მაკიაჟი, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდ სტიმულს მომცემთ. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.